საქართველოს ანტიკორუფციული პალატის თავმჯდომარე საქართველოს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართავს და მოითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპორტო კრიმინალური სამმართველოს აჭარის სამსახურის უფროსის ნინო ბოლქვაძის საქმიანობა შეისწავლოს. პაატა შავაძე მიზეზად კონკრეტულ საქმეს ასახელებს. კერძო პირმა დავით კუკულაძემ ხელშეკრულების საფუძველზე სესხი გასცა. მოგვიანებით შესაძლებელმა თანხის ხელშეკრულებით მიღება და დოკუმენტზე საკუთარი ხელწერის არსებობაც უარყო. შავაძის თქმით, ხელმოწერის ავთენტურობის დადასტურების მიზნით დავით კუკულაძემ ექსპერტს მიმართა. ნინო ბოლქვაძის დასკვნის მიხედვით ხელმოწერა გაყალბებული იყო, რასაც დღეს დავით კუკულაძე დაობს. პაატა შავაძე ირწმუნება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და ნინო ბოლქვაძის სახელზე პროკურატურაში რამდენიმე საჩივარია შესული. პროკურორი დავით ჭარბაძე აცხადებს, რომ შესაძლოა საჩივრები გახდეს ექსპერტის კომპეტენციის გადახედვის საფუძველი, თუმცა არა ამ შემთხვევაში, რადგან სამივე ინსტანციაში დავით კუკულაძეს საქმე წაგებული აქვს, რის საფუძველზეც მან 9 თვიანი სასჯელი მოიხადა. მივმართოთ საქართველოს მთავარ პროკურორს დაუყოვნებლივ დაინტერესდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს აჭარის სამსახურის მთავარი ექსპერტის ქალბატონ ნინო ბოლქვაძის როგორც ექსპერტის საქმიანობით. საქართველოს მთავარ პროკურატურას ვთხოვ პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში შეისწავლონ ამ ექსპერტის საქმიანობა, გადაიხედოს ყველა მის მიერ გამოცემული დასკვნა და შესწავლილ იქნას საერთოდ ამ ექსპერტის კომპეტენცია. ქალბატონმა ნინო ბოლქვაძემ ექსპერტმა აჭარის კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა შეგნებულად გააკეთა ყალბი ექსპერტიზის დასკვნა. მან იცოდა, რომ ამ დასკვნის საფუძველზე შეეძლოთ ჩემი დაპატიმრება. ნინო ბოლქვაძემ ეს დასკვნა აუცილებლად ჩემი მოსაზრებით გააკეთა რაღაც გარიგების სანაცვლოდ. დღეს გამოძიება იმიტომ არ იწყება მის მიმართ, რომ პროკურატურაში ისევ არიან დარჩენილი ძველი მუშაკები. ეხლა ჩვენ მიმართავთ საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დაინტერესდეს ექსპერტ ნინო ბოლქვაძის საქმიანობით. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენს წარმოებაში არის მხოლოდ ეს ერთი საჩივარი ამ კონკრეტული ექსპერტის მიმართ. თუ იქნება რამოდენიმე თქვა საჩივარი ამ კონკრეტული ექსპერტის მიმართ, ჩვენ გვექნება საფუძველი, რომ გადავამოწმოთ, შევისწავლოთ კონკრეტული ჩატარებული ექსპერტიზები, მაგრამ ეს არ ეხება კონკრეტულ შემთხვევაში უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენს, სადაც უკვე ცნობილი არის დამნაშავედ. ბატონი დავით კუკულაძე ცნობილი არის დამნაშავედ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებაში. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ თქვენ უზენაეს სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის ასლი, სადაც მითითებული არის ჩემს მიერ, რა თქვა მე, გარემოებები.